ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ეს შეიძლება კიდევ უფრო დიდ მასშტაბში გადავიდეს, რაც უკრაინაში იყო. ანუ თქვენ ახლა ისეთი მონახაზი გააკეთეთ, რომ მართლა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა ქვეყანა. მესამე. არა, ეს მონახაზი სრული ვერ იქნება ამ ფორმატში, მაგრამ დაახლოებით, უხეშად რო დავხატოთ. რა თქმა უნდა, ეს ახლო აღმოსავლეთი გაცილებით დიდი პოტენციალი და დამანგრეველი პოტენციალი შემცველია. უფრო აგრესიულად ჩაერთვებიან სხვა ქვეყნები. რა თქმა უნდა, უფრო აგრესიულად ჩაერთვებიან და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ განახორციელებენ, ახლა დაუშვათ ერთი მოდელირება გავაკეთოთ და დაიწყო შეერთებულმა შტატებმა დაბომბვები, ხო? ჩინეთი ერთვება. დაიწყო იქ დაუშვათ იგივე პროცესი, ანუ დაიწყო შიდა არეულობა ირანში და არეულობა როგორ შეიძლება მოხდეს თუ გაუნადგურებ ქვეყანას ინფრასტრუქტურას ახლა და ირანი მოწყვლადია ამ თვალსაზრისით ძალიან თუ დაუშვათ დააფინანსებ იქ სეპარატისტულ ჯგუფებს დაუშვათ იმ დროს როცა ცენტრალური ხელისუფლება თავმოკვეთილია თუ დაუშვათ კიდე გამოიყენებს სპეციალურ სამსახურის მეთოდებს რაც იქნა გამოყენებული ჩვენ ხო ხედავთ როგორც იქნა ეს განხორციელებული პირველი დარტყმა ხომ დივერსიული ჯგუფები იყო შეგზავნილი ამუშავებული იყო მთელი ქსელი იგივე დაახლოებით გააკეთეს რაც გააკეთა იქ ეს ოპერაცია რო გააკეთეს იქ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები რო გაანადგურეს დრონებით ზუსტად იგივე გააკეთა იქაც ისე გაანადგურეს ხელმძღვანელობა და ატომური ფიზიკოსები, ხო? შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში დაიწყება დიდი დესტაბილიზაცია ირანში და ეს ამის შედეგები კი ვიცით, ხო? ტერორიზმის და საერთოდ უბედურების ბუდეთ გადაიქცევა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა თან დიპლომატიას დრო ამოეწურაო როცა ვისმენთ ამას. ხო, ტრამპის განცხადება დღეს როგორი იყო? საერთოდ ტრამპი როგორ განცხადებებს აკეთებს? არსებობს სამი ტრამპი ზოგადად. დილის ტრამპი, შუადღის და საღამოს ტრამპი, ხო? ან და ორშაბათ, სამშაბათს და დიპლომატია ამოიწურა, მართლა ძალიან დიდი რისკები. ულტიმატუმი დაუყენა, ხო? და ამ ულტიმატუმს მოყვა რუსეთის და ჩინეთის პასუხი, პაკისტანის პასუხი და ასევე და თან პუტინს უთხრა რომ შენ საქმეებს მიხედე ჯერ. ხო, უხეში ფორმით. რაზეც ახლა თავისი ესეთი ხასიათით, რბილი ხასიათით ცნობილი პუტინი, რა თქმა უნდა, მისი რეაქციაც ხო გასაგებია, ხო? ეს პირდაპირ სილის გაწვნა იყო. შესაბამისად სცენარები ახლა ჩვენ შეიძლება განვიხილოთ, რომ უფრო, მოდი ასე ვთქვათ, უფრო რეალური ჩანს ესკალაციის სცენარი. რაც რა თქმა უნდა არავის არ უნდა უხაროდეს და აქ ახლა მე ჩვენ თანამოქალაქეების მიმართ უნდა გავაკეთო ერთი მოწოდება რომ ძალიან გთხოვთ ომის დროს როცა ომში როა ჩაბმული ქვეყანა და იქ ხალხი იღუპება და ეს ქალაქები ინგრევა ამ დროს ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ ესე იგი ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციები და გავანებოთ ერთის მხრივ ისრაელის ლანძღვას და მეორეს მხრივ ირანის ლანძღვას ხო შეიძლება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სურვილი რომ შვიდობიანად რაღაცნაირად გადაწყდეს ეს პრობლემა თორე ის რა ქვია ორივე მხარეს აქვს იმის პოტენციალი რომ ჩვენც მოგვაყენოს ისა რა ქვია ზიანი და ისეთი რადიკალური შეფასებები და ისეთი მოდი ასე ვთქვათ სიმძულვარების ის არის რომ გადაიტანეს აქ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების პროექცია მოხდა ამ